ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს. ხალხი გაკვეთრებული არ აქვს რეალური შემოსავალი და შესაბამისად გადასახადები ძალიან მძიმე ტვირთად აწევს დღეს მოსახლეობას. ის რომ ელექტროენერგია დღეს ევროპული საშუალო ფასია და ის რომ სხვა გადასახადების თუგნებავთ გაზის გადასახადიც ევროპულს უთანაბრდება ლამის, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ესეთი დონის გადასახადები რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. რა თქმა უნდა, სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება ჩვენი მოსვლიდან. Am განცხადებების შემდეგ ბედნიერმა 6-მა წელმა განვლო. კომუნალური გადასახადები კლების ნაცვლად მატებაში წავიდა. მომავალი კვირიდან შესაძლოა გაზის ტარიფი კიდევ უფრო გაიზარდოს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი 2019 წლის დადგომას გაყინულ სახლებში შეხვდებიან. ის, ვინც არ გაიყინება კომუნალურის გადახდა, ყველაფრის ფასად მოუწევს. ხალხი ქართული ოცნების მმართველობით გაოგნებულია. მოსახლეობა ამბობს, რომ 2012 წელს რაც დაპირებები მოისმინეს, ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ კეთდება. Როგორ აფასებენ ბუნებრივი აირის ტარიფის სავარაუდო გაზრდას გორში ხალხის ხმათრიალეთზე. დაგვახჩნო ბარეგამა რა არის ეს რა ცხოვრება ქვია ამას. როგორ შეიძლება ყველაფერი რომ ეგენი რო აძვერებენ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. როგორ შეიძლება ბარეგამა საჭმის ფული არ აქვს ხალხსა. შივრები ვარ და კიდევ აძვერებენ ყველაფერსა. ამას რა გაის უნდა გამოკვლევა უნდა მაგას. როგორ ფიქრობთ? რას გამოიწევს? ნუ შეიცვალოს თავრობა, რომ ხალხის ისა ცოტა უნდა იფიქრო, რომ ამდენი მშიერი ხალხია, არაფრის არ შეუძლიათ რომ ისაქნან იყიდონ. პურის ფული არ აქვს ხალხსა. და ყველაფერი აძვირებენ. თვითონ რა თქმა უნდა რა მაგათ იმდენი აქვს შემოსავალი რომ საკმარისია მაგათთვის. რამდენიც გინდა გააძვიროთ. ჩვენა ვართ უბედურობაში, თვითონ კარგად აქვს ყველაფერი. Aš ფიქრობ რა სიხარულით მივესალმები შვილო თუ რა იქნება. მეწყინება ძალიან თუ მოიმატა გაზმა. შეძლებს ხალხი იყიდეს. რა ვიცი, ვერ გეტყვი ვერაფერს. მე ვერ შევძლებ. აი როგორ შეძლებს როგორ უნდა გათხოვოთ? რა ვქნა როგორც იქნება გავთბე. აი ზოგი ამბობს რომ გავთიშავთ გას. ახლა ვერ თუ მოიმატა გავთიშავ და ვერ ავანთებ თავისთავად. ეხლაც ვფრთხილობ რომ არ ავანთო და მაშინაც ეგრე იქნება ალბათ თუ გავთიშავ. ხო სასურველია რო არ გაძვირდეს. მაგრამ სხვა გამოსავალი თუ არ იქნება რას გადაიხდია ბაბარაით. ვინც ამბობს რომ ვერ გადავიხდით და ვისაც მართლა არ აქვს საშუალება და რომელიც გაზზე არიან დამოკიდებულნი. ეხლა ყველა ოჯახი გაზზეა დამოკიდებული. აი რა უნდა როგორ გაცმობაც იქ საკვების გაკეთება, საჭმელის გაკეთება ყველაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი რო არ გექნება, იძულებული იქნები რამე ხერხს მიმართო რომ გადაიხადო. საჭიროება იქნება გამჯვირდეს შვილო, რამდენს მოიმატებს 10 წელსა. როგორ რა ვიცი, მე მაგალითად კმაყოფილი ვარ. გაზიც ამაქვს, წყალიც ამაქვს, შუქიც ამაქვს. მაგრამ გადასახადების გადახდას შეძლებთ? რასიზავთ თუ შევძლებ, მარას ვიზავ, თუ გამჯვირდა უნდა შევძლებ, თუმცა მჭირდება მე გაზი შვილო, ის უნდა დავაკმაყოფილო. უნდა გადავიხადო დედა. ცუდი მდგომარეობა. ხალხი შეძლებს რომ იყიდოს ბუნებრივი. რა თქმა უნდა ვერ შეძლებს ამ გაჭირებაში. აი რომელ ფენას უფრო დაარქვას როგორ ფიქრობთ? ტოლვილები ვარ და ყველაფერი გაჭირებულები ვართ და არანაირი შეღავათია როგორც ადრე ქონდა. რა ერთ თუ გაგვიძვირეს და კათქიმო ჩვენ საქმე. შეძლებს მოსახლეობა? აბა რას შეძლებს? ყველაფერი გაძვირებულია და რა ვიცი. სათო ძვირდება? ეხლაც ვერ ვიხდი. და რითი გადავიხადო? პენსია ცოტა მაქვს. ხერფასი არა მაქვს, არაფერი. რითი გადავიხადო? აბა რა უნდა ქნას ხალხმა? რა ალბათ გამორთავ რა იქნება. მე სამთარში გაცივდი. რა უყოთ? მეტი შესაძლებლობა არ არის, რა უყოთ? აი რას ეთყოთ ხელისუფლებას ამასთან დაკავშირებით? არ დაგააძვირონ. ხალხი ცოდუა. ცოდუა, არაფერი შემოსავალი ხალხს არ აქვს და ყველაფერი ძვირდება და ძვირდება ყოველ დღე. აი ხო ქონდა. ქართული ოცნება 2012 წელს მანამ სანამ ხელისუფლებაში მოვიდო და მოსახლეობას უამრავ დაპირებას აძლევდა. ბიძინა ივანიშვილი ხალხს კომუნალური გადასახადების განახევრებას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პირდებოდა.